ბოლო-ბოლო ამდენი ხალხი მსახურობდა იქ, ხო? დაშა ერთი მეგობრებში ხარ ჩემთან აქ გამომწერიც ახარ. შენ თვითონ იყავი მონაწილე და კიდე რამოდენიმე იყო მონაწილე, დაწერეთ ერთი კომენტარებში როგორ იყო. რა ჯარი არ იყო კოდორის ხეობაში. რა ჯარი არ იყო და მთავარი მე გავეცი ბრძანება კოდორის ხეობიდან შეერაღებული ძალების ევაკუაციის შესახებ. მოსახლეობაც გაფრთხილებული არ იყო. კი, მაგრამ ესე როგორ მოხდაო? პასუხი რა არის? ერთი კაცი ვარ და ვერ შევძელი. დამთავრდა ამით კოდორის საკითხი. ანუ ამას გაუწია ბრძანება. გამოუყვანიან შინაგან საქმეთა სამინისტრო შენაერთები და რა იქ ნახლა ერთი კაცი იყო. ანუ კოდორი გაუჩუქებია გოგავას. რა იქ ნახლა ვერ შეძლო კაცმა ხალხი გადაარჩინა და გამოიყვანა. და კითხვაზე იქ მტკიცებულებითი მასალა თუნდაც თავდაცვის სამინისტროს იგივე артиლერიო ჭურვების შესახებ და ასე შემდეგ შეიარაღება რომელიც კოდორის ხეობაში დარჩა. ამ შეიარაღების მაგისო გამოტანის საშუალებაო არ იყო და ვერ გამოვიტანითო დავტოვით. როდესაც შეუძლებელი არის შეიარაღების გამოტანა და ის თუ მაინცსა და მაინც მტერს უნდა იქნას გადაცემული, ამ შემთხვევაში გენერალო გოგავა თუ არ იცი ამდენი, ამ შემთხვევაში რა ხდება იცი? ამ შემთხვევაში ხდება ის რომ ის ინაღმება და ფეთქდება, რომ მტერს არ ჩაბარდეს თით დაუკარებელი იარაღი და ამუნიცია. რატო არა აფეთქეთ? აი ვერ გამოგქონდეთ ვერ მტერს ჩააბარეთ მთელი შეიარაღება კოდორის. ეს ცალკე თემა. თურმე ეს რა თქმა უნდა დებილებმა არ იციან აქეთ ვინც ის ეს კომისიის წევრებია, მათმა არ იციან რომ შეიარაღებულ ძალებში თუ კი ვერ ახერხებ უკან იხევ და ვერ გამოგაკ შეიარაღება მტერს არ დაახვედრო შენივე იარაღი შენ წინააღმდეგ ის უნდა ააფეთქო. კოდორის ხეობაში ეს არავის აუფეთქებ. დარჩა იქ ბლომად აფხაზებს, რუსებს, გემრიელად, თბილად, ყველაფ დაახვედრეს, დროშებიც დაუტოვეს, ჩააბარეს. ეს თურმე ამ ვაჟკაცმა არ იცის. ისევე როგორც არ იცის ის რომ სამხედრო ხარ ხო? ანუ ჯარისკაცებისო საფლავთანო რომ მივალ. ჯარისკაცების საფლავთან რომ მიხვალ გენერალ გოგავა მე მაინტერესებს კოდორის ხეობაზე რომ გადმოდიოდნენ ეს ვაჟბატონები, ეს ქარდავები და ეს მთელი სანაგვე. იქ რო ბიჭი დახვდათ, ცინდელიანი. დათო ცინდელიანი. მე გადაცემაში წამახ ნახსენები მისი სახელი მისი საცუდავი დედა რო ამბობს. და იმან რო გითხრათ ჭუბერის უღელტეხილზე. ბიჭო ეს რა უბედურებაა ხეობა როგორ დატოვეთ და ისე მაინც მოქცეულიყავით ჯერ ხალხი გამოგეშვათო. წინო და მერე თქვენ მაინც გამოსულიყავითო. და აფხაზები რო რაციაზე გეგლახავებოდნენ სააკაშვილის გენერლებო კაცები ვარ ზურგში არ გესვით ნელა გაიგეცითო. და მე ეს ბიჭი რო დაიბარეთ. ზუგდიდში, მე ქუთაისში, მე წაიყვანეთ, ზღვაში ტყვია რო დააჭედეთ და ზღვაში ჩააგდეთ თევზების აჯიჯგნად. ისევე როგორც შავაძე. ის სულთან არა გაქვს ვალდებულება? ისევე როგორც ქარდავა, რომელიც აი მის ბედს გაუყენეთ, რა ქვია, ცინდელიანის ბედს. და ზღვაში ჩააგდეთ თევზების აჯიჯგნად, იმიტომ რომ როგორ დატოვა კოდორის ხეობა. ეგეთქვით როგორ იყო კოდორის ხეობის ამბავი. იაკობაშვილს დაურეკეს და უთხრეს. შამბამ დაურეკა და უთხრა. გაიყვანეთ ჯარი მოსახლეობას არავინ არ შეეხებაო. ჩვენავე იქო ისეთი ფორტიფიკაციული ნაგებობები და მართლა ისეთი ფორტიფიკაციული ნაგებობები იყო. რომ იმის ხეობის იოლად აღება გამორიცხული. ისეთი ფორტიფიკაციული ნაგებობები იყო ფეხებს მოგჭამთ. მე დაურეკა ჩაბანმა. რუსული არმიის გენერალმა. და კი ახლა მოდა ჩააბარა ყველაფერი და მისცეს კორიდორი და გამოუშვეს. იაკობაშვილმა, ესე იაკობაშვილს თუ დაიბარეთ იმას, ესეც სხვათა შორის ებრაული წარმოშობის, ებრაული პასპორტის მქონე ისრაელის მოქალაქე, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი. რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქართველოს ტერიტორიების გაყიდვაში და ის ამოიღეთ 6 აგვისტოს რა ესაქმებოდა ამერიკის ატაშეს სოხუმში. დეტალურად შეიძლება ამ თემებზე საუბარი, მაგრამ არა მაქვს ახლა ამისის მე ცალკე ვისაუბროთ. ან კითხვები თუ გაქვთ, ვინმე დამეშვ.